სამზე ჩაგვიჭრით. სამი. თორმას ვაფასებ მე ადამიანური და ღირსებით. მე პოლიტიკური პარტია. ხალხის გარეშე დემოკრატები. ნუ იმენა რუსულად ლაპარაკი დამოწმდა. ქართულ სკოლაზე არ გაიარა რასაც. სახელი ხო არ მოვიფიქროთ ამას. ბურგერი ქვია უკვე. ბურგერის გარეშე ვერც გიცნა ქუჩაში რომ შემოხვიდე. რაც ვიპოვეთ სახში ყველაფერი ჩავყარეთ ერთ ქვაბში და დავარქვით კერძს კაფსაკუპს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ხალხს გავაქროთ პლანეტიდან და მე მჭირდება ასეთი ერთგული მებრძოლები ჩემს გვერდით. ჩვენ დავასრულებთ ხალხს. შიდა სამზარეულოს მორიგი ეპიზოდი ვაზისუბნიდან იწყება. ვაზისუბანში ვიმყოფებით აი მისამართზე ბიძინა ჩოლოყაშვილის სამი ნომერი. ადგილობრივებისთვის ეს ადგილი მაცნობია. აქვე ინფრასტრუქტურაში გვაქვს აძარი ცნობილი ვაზისუბანში, აქვე ბანკი. და ვიმყოფებით ყვების ობიექტი ბაბილონი, საშაურმე ბაბილონი. სანამ შიგნით შევალ და ინტერიერს დავათვალიერებთ, მინდა ბაბილონის ჭკვიანური გეგმარების შესახებ გითხრათ. რას ნიშნავს? აი ოჯახით მობრძანდი თქვათ, აქ შაურმის და სხვა გემრიელობების მისართმევად. აქვე არის ავტოსამრეცხაო, შეგიძლიათ ავტომობილი გარეცხოთ, ხოლო აქეთ მხარეს არის ბავშვთა გასართობი ცენტრი, სადაც თქვენთან ერთად მოსული თქვენი შვილი ითამაშებს შვილები. ეხლა შევიდეთ შიგნით და ასევე შიგნით დავათვალიეროთ, როგორ გამოიყურება ბაბილონი. წავედით. Honey, I see you looking at me. I'm ready to go with you if you want me. მაშასე მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ბაბილონის შემზარეული აქაურობის უსტაბაში ნიკო. შეფ, ძალიან მხიარული, გულიანი ხალხი მყავს სტუმრად და როგორი გულიანი ხალხისა, ესე გულიანი გამასპინძლება მოუწყოთ. რა გავუკეთოთ აბა დღეს ჩვენი მენიუდან? გული და სულით თავაზებ შაურმას, რასაც ქვიათ ბაბილონის საშაურმეში. ნამდვილად კაი შაურმა კეთდება. პრაქტიკიდან გამომდინარე, 20-25 წელიწადია ამ სფეროში ვარ და ესეთი ხარისხიანი და ესეთი კაი ხალხი არ შეხვედრია. კახა ნოზაძე არის არაჩვეულებრივი უმფროსი. შაურმა ერთი კლასიკური თუ სხვანაირიც? კლასიკურიცა გვაქვს, სხვათა შორის ნაგეცის შაურმაცა გვაქვს. ეგ მეორე კი ბატონო. კი ბატონო. და მექსიკურიცა გვაქვს, ბურგერებიც გვაქვს, არაჩვეულებრივი ბურგერი გვაქვს. მე მიყვარს ხოლმე სტუმრები ცოტა დაბნევა და მე გავიწევი ბურგერისკენ, გავაკეთებ ჩემს ავტორო ბურგერს, ოღონდ ჯერ გაგისინჯავ და მივხვდე ჩემი რა შეიძლება შევიტანო ამ ბურგერში. შენ გავაკეთე, მაშინ კლასიკური შაურმა და ნაგეცების შაურმა. კი ბატონო. აი გავინაწილეთ ესე შრომა მე და ნიკომ და ეხლა სამზარეულოში ფუსფუსის დრო არის. გავეტით. კი ბატონო, წავედით. ვაზისუბანშიო, კრედო ბანკთანო, ეკლესიასთანო, არისო ბაბილონიო ძმაო. გადავიდეთ? კი, გემრიელობა მინდა. მოიცა გავიხედოთ ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ. ეს არის ძმაო. კი, ეს არის. თავ გაკუნო? არა, მე მგონი ღია. ხომაჟენა ფეხი ჩემო. კი, მარჯვენა. აჰა. შვენიერობა. ესეთი ბაბილონი. ოქშიერი მოხვედი. კი, ინვენტარი შვენიერი. ეს რა არის ხო? ეს არის ძალიან მაგარი მოწყობილობა. ანუ რო გასინჯავ და იდებ და უნდა დაფიქრდე რა, კარგია, როგორია,
საფიქრალია, ბევრს გქონია, რომ ერთი ცალია, მე ისე დავფიქრებ. კი ბატონო, შეგიძლია. პრობლემა არ გექნება. არანაირად, აი მე რო აქ ვიქნები, შენ შეგიძლია არ დაფიქრდე. ბევრს ეს ხელსახოცისთვის გონია და გონია, არა. მოდი რა ხან აქტებს ამას ავიღებ. ხო? კი. მე ამას. 3-ზე ჩაგვიჩვით. 3. შეგეგონა 1-2 3-ს ვიყავ. ეს შაურმა რითი აფასებს საფიქრალი შეიძლება? კი, საფიქრალი როგორ შეიძლება. უბრალოდ ხელსახოცავად. კი ბატონო. მადლობა. არ ფიქრდები ჯერ? ჯერ გავსინჯობა. შაურმას რითი აფასებ? პროგნოზ ვაფასებ მე ადამიანური და ღირსებით. უკვე შეიძლება თქვა რაღაცეებს. ჩემი აზრით. მე მგონი დუმილიც რაღაც ხლები შეიძლება. ძალიან გემრიელია. შეიძლება კი. მაგრამ რა ვფიქრობ, ჩემ ბოლომდე ჭამო თუ დაველოდო კიდე შემდეგ, იმიტომ რომ მე ბევრს ვერ დავიტევ. მაგაშიც ვეჯიბრებით, ხო იცი? არა, მათყოლ. ან სხვა შაურმებისგან განსხვავებით თითქოს რაღაცა აქვს ისეთი, რაც სხვას არ აქვს. და ვერ ხვდები რა არის ეგ და ნერვები მეშლება. ფილმი საიდუმლო ალბათ. არა? ნეტო ვინ გააკეთა. პროფესიონალს გაკეთებულს გავს. ჩემიც ვერ განგიჭამი ეს შაურმა. არა. პირველად ჩემ შაურმას. საქართველოში ყოველ შემთხვევაში. ისე იმაში არ შემხედრი ასეთი ქართული წარწერები უცხოეთში ხო? არ მე შემოდი. ძალიან კაია. მეგონი კარგად სად გამოიგონეს ხო არის? შაურმა გამოიგონეს მესოპოტამიაში მე როგორც ვიცი. მესოპოტამიელებმა თვითონ? ქალბატონს ერქვა შაურმა და იმის საპატივცემულოდ დაარქვა მე მზარეულმა რა. ხორცის ესეთი ნაჭერი შემხვდა რომ დამაფიქრა. კარგად ხმის ხო? ხო, კაი გემოები მოდის რა. ჩემთანაც. ხახზე ხო არ შეგიძლია რამე თქვა ზოგადად, როგორც ხახვის მოყავთ. სხვათა შორის ხახვის გარეშე უთხარი და ამგვარად პირველი შემთხვევა რომ ხახვის გარეშე მომიტანეს. ერთმა მითხრა ძალიან ცოტა უქენით, ანუ რატო უქენით ხახვის გარეშე გითხარი. ერთი მატყუებდა მაგრამ ნიორიაო ხახზე მეუბნებოდა, ანუ იმათა დებილად ხომ თulis და ინდონის დებილად თulis რომ ხახს და ნიორს ვერ ვარჩევ რა. მიფიქრია მაგაზე რომ რესტორანი რო გაკეთდეს ხახვის გარეშე. ესე ერქვას? ხო, შემოვა რა ტიპი და იცის რომ არა აქ არაფერს ხახვი და დები და კეიფობ. ჯერ გავაკეთოთ Facebook-ში ჯგუფი, ხახვის არამოყვარულები. ხო, რამდენი ხართ გარკვია და მე გავაკეთე. მე პოლიტიკური პარტია. ხახვის გარეშე დემოკრატები. ხახვის გარეშე დემოკრატები. ახლა უნდა გავსინჯოთ ქათმის ნაგეცის შაურმა. კი თავისით გაჩნდა უცებ, მაგრამ თვითმსახურება აქვს და რამდენი ქულას ამდეს დაუწერდი. რამდენი ქულიდან? ყველა ქულიდან. მაგრამ ნაკვეჩებიდან ხო, რამდენი ნაკვეჩი და რამდენი დაუწერდი. ბიჭო, შაურმაც მიყვარს და ნაგეცებიც რა. ნაგეცები რატომ მიყვარს, იცი? ჰოკეი შაიბას გავს. ჰოკეი მიყვარს რა. და ჰოკეის გამო გიყვარს? ჰოკეის გამო მიყვარს ნაგეცები და ნახოთ ახლა რა იქნება ნაგეცის შაურმას ჭამ პირველად. ასე დროს თვის რა უნდა ქნა? უნდა ჩაიფიქრო. ძალიან არ მინდა რომ იმედგაცრუებული დავრჩე. შენ ჩამოყრა. რას მეტყოდი, რას უნდა ველოდო? როგორც აი პროფესიონალი. ეგ რა პროფესიონალი შაურმა შეδιაზრეთ? არა, შენი აზრი მაინტერესებს. არა. რას მეტყოდი? ღირს? თქო ჯერ არ მოდის ნაგეცის გამო. ალემოვა თუ იცი? ბიჭო, ჩემთან მოვიდა. აჰა. კი. უგო ხორმი რა შეცდომა დაუშვი. რა შეცდომა დაუშვი, იცი, ნაგეცის ხვიდან არ მივუდექი. გავაძლოთ. რას დავუმატებდი, იცი? შაურმაში? მარკვების ზოგადად ობიექტებში. საუბარში. ტუჩსაცმენს რა, როგორც ის არის, ხო, ის მანქანის ეს. მიიმაგრო და აქედან პატარა შეგვიძლია გამოსაწევი და ხო რა, აყენებ რეჟიმზე, რომ სტრაფი რეჟიმი გინდა, რა რაშჭამ გააჩნია. რა კაი ნაგეც, რა ნაგეც ხედავ, იცი, მარჩიელობა რომ შეიძლებაოდეს გეტყოდი. ნაგეცის გამო წამოვიდა, მაგრამ შაურმის გამო დავკარგე. თქო შაურმა აღარ არის. ამას რო წამოვიდა, აი მოდიოდა და მოდიოდა შაურმა. ხო, აქ მოდის ნაგეცი. ახლა ნაგეცმა გადამცო თავის ხალხაზე რა. დომინანტი აღმოჩნდა. ბრავ ნაგეცი. მე ხათმისგან არ ველოდეთ ეს დომინირებას. რო შეხედა ხო ქათამი ხო უფრო პატარაა რა. მაგრამ ნახე რამდენი შეძლებია პატარა ქათამს. ჩემთანაც ახლა ნაგეცმა იმენა. გადაგიყვანა ხო თავის სკოლაზე. იმენა რუსულად ლაპარაკი დამაწყდა. ქათმის სკოლაზე არ გაიარა რასაც. მაგრამ ძალიან გემრიელია. რო არ მოგატყუო. არც არ მომატყუარა. ხო, შეიძლება როგორც კლასიკური შაურმის ცნობილი დეგუსტატორი არ ვიცი. ის უფრო ჩემია, მაგრამ არსებობს ნაგეცის ფანები, სერიოზული ფანები არიან, რამე ცუდი რო დაპოსტოთ, ეგრევე დაგესევია. ახლა? იგიც მოძრაობენ ერთად. და კიდე კაი ნაგეცი არ ვთქვა არაფერი. ცუდი არ თქვა არაფერი ნაგეცი. მაგ ხალხის გადაკიდება არ გვაქვს. ამას ორი ჭირდება, რომ ანუ ის ვერ დავიჭირე, რომ საით უფრო მივყავარ რა. აი მე მაგას ვიტყოდი რა შაურმის მოგამი თქოს დამიკარგა და უფრო ნაგეცს. გემრიელია, მაგრამ უფრო ნაგეცს რაღაცა ნაგეცი აქვს რა. მე ვარ სხვათა შორის ბურგერისტი. ის დავადოთ.
მტკივნეულად. ანესთეზიის გარეშე. ვერ გაიგოს ვერაფერი. მე ყოველთვის ელოდები პარუნას პირველი შტაბესტილებით ხვდები, რა მელოდება წინ. თორნიკე რა ხდება? რა სიტყვები? ერთად. მივირთვით რა ზაგ ხო. რა არის ეს და მე მაგალითად მომწონს ეს. აი ძალიან соусებით გაძეძგილი როა, ხო იცი? ზოგიერთი ბურგერი არის, ზომაში დიდი არ არის, პატარაა, მაგრამ აი ძალიან გემრიელია რა. ყველაფერი ის აქვს, соусიც ყველაფერი. ზოგან არის აი ძალიან ბევრი соуსი აქვს. ანუ გიყვარს ბევრი соуსი? მიდო ზოგიერთ ბურგერს უხდება რა. სახელი ხო არ მოვიფიქროთ ამას. ბურგერი ქვია უკვე. შენი ბურგერი. აი ეს ცოტა მსწელია, მას შემოვაჭრიდი მაგრატვით. სალათის ფურცელს? ხო. სალათის ფურცელი არის ერთ-ერთი კარგი პროდუქტი თურმე. რა სასარგებლოა, მაგრამ რომი გადაარჩინეს, ოს ბატებს რა უბრალოდ. მოდი დავარქოთ ჰამბურგერს ისა ვაზისუბნის ტურფა. დააკაია. ხელსაყოც გიახლებით. ჯერ უნდა დავფიქრდე. და უკვე ვიცი უკვე პირველზე რომელია, მეორეზე და მესამეზე. ხო, დაალაგე. კი, დავალაგე. ხორცს ცოტა უფრო რბილს ვისურვებ. ხო? ბიჭო, მე მანდა რა მაქვს პრობლემა რა. როიცენ ხომ თქვა ხო იცი რაღაცა ისა ველდანი რაღაცა, თქვები რო იცი. მე არა მაქვს. ველდანი არ გელასება? არა, პრობლემა არა მაქვს თქვა. პრობლემა ხარ ხორცთან მიმართებაში. ხორცთან მიმართებაში მთავარია ხორცი იყოს. ხათეჟორის ეს ბურგერისტი ვარ. მართლა ვარ, ანუ ბურგერის მიმართ კი ეს შენ ჩემი კი, დამოკიდებული. როგორ არის? შვილად მინახარ ბურგერთან ერთად. სკვერში. ბურგერის გაშევა ვერც გიცნო ქუჩაში რო შემოხვდა. ყველა კერძი რაც მოვიდა ესე წკაპდა უცებ გაჩნდა თქვენს მაგიდაზე და მეც კერძებს მიუბაძე და წკაპდა გავჭიდი. მადლობას გიხდით პირველ რიგში სტუმრობისათვის. მადლობა მასპინძლობისთვის და დაპურებისთვის. მადლობა დიდი და ძალიან კარგია და წარმატებას უსურვებ ამ პროექტს. იმიტომ რომ როცა ადამიანს აპურებ უკვე ზე კატეგორიებში. ზე კატეგორია. მე ძნელავა ვიხვეწები სარეულობაში. გამომდიოდა თავიდან ბავშვობაში, როცა რამოდენიმე საფიქრე. როცა ცდილობები მქონდა, იდეაში არის თემა, რომ რეცეპტორები და ყნოსვა და გემების აღქმა თავიდანვე ესეთი მქონდა, რა მძაფრი. ყნოსვა განსაკუთრებით. ანუ სულ ქონდა ამბის მიმართ ინტერესი შესაბამისად, ხო? პირველი რა გააკეთე გახსოვს? პირველი რაც გავაკეთე, იმას დაჟე მახსოვს, მე და ჩემ ადამიანს სახელი რა დავარქვით. ხო? რაც ვიპოვეთ სახში, ყველაფერი ჩავყარეთ ერთ ქვებში და დავარქვით კერძს კაფსაკუპსა. ხორციანი იყო თუ ისე ჩვეულებრივი რა? ყველაფერი რაც ვიპოვეთ სახში. კაფსაკუპსა. მე და ჩემმა ძმამ გავაკეთე, თუმცა შენ არ დაგევასებ ეგ ისტორია. რაღაც მარტო დავჭით უცებ და შევიზღვა და ისე აღმოჩნდა რომ არაფერი არ იყო საჭმელი და ვიპოვეთ ერთი ცალი ხახვი და შევწვით ის თლიანად ეს ხახვი და ურთან ერთად ჭამეთ. შენი კოშმარული სიზმარი. სიზმარი. მოყვა ბარუნა. თქვენ ადამიანები, ვინც ხედავთ ეკრანებიდან, ამ ბოლო პერიოდში სპორტული მიმართულებით ჩაჭერებში გწნობენ და შეიძლება ბევრმა არც იცის, შეიძლება ბევრმა იცის, რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძალიან კონცეპტუალური სფერო, რასაც ქვია იუმორი, იუმორის კეთება. და პრინციპში ხა იმ თქვენ ამ მოღვაწეშიც და შესაბამისად მე აქ შიდა სამზარეულოშიც ვაპარებ ხოლმე. თვითონ გეპარება. პროფესიული, ესე ვთქვათ, დაავადება. ქრონიკულია სხვა. ქრონიკული. ყოფილა შემთხვევები, სადაც იუმორი არ არის საჭირო და იქაც კი იუმორი გაფიქრდება. ეგ მე ზიზღება მაგ დროს ჩემი თავი რა, ანუ რო აი როგორ შეიძლება აქ იხუმურო ამ სიტუაციაში, ანუ ანუ ეგრე არის რა ეს ტვინი რაღაცნაირად მოწყობილი, რომ მაინც იქ გეფიქრება რა. ონამას არ ვიძახი ხოლმე, შესაძლოა თავში ვეკლავ და ლანძღავ ჩემს მეორე მეს რომ გარდი გამშორდი. როცა პროფესიად აქცევთ ან ამ ყველაფერს და ყოველდღიურ რეჟიმში გიწევს ამ ყველაფრის კეთება, რომ რაღაცა იუმორი შექმნა, ვიღაცა გააცინო, ხო? კიდე დამატებით მემატება ისა, რომ მართლა სულ მაგაზე გიწევს ფიქრი რა, ნუ გარეთ ყველგან ანუ და ტვინი გაქვს მაგაზე, ხო? მაგაზე გაქვს მომართული ტვინი, რომ სულ ასალაშინო, სულ რაღაცა კომიზმი დაიჭირო ყველაფერში რაც ხდება და მადლობა ღმერთს, ყველაფერი ირგვლივ გარემო ხელს გვიწყობს მაგაში, რომ კომიკურად უყუროთ, თუ სატირალი არ არის, მაგრამ ნუ ჩვენი პროფესია ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად გვეხმარება, რომ ცოტა ოდნავ მეტად ალბათ ნერვების მოტოყვა შეგვიძლია, უფრო ლაითები ვართ. მონატრებული გვაქვს ამ თემაზე საუბარი და მაგიტო ცოტა გადაუხვიეთ შიდა სამზარეულოს. რაც უნდა შემოვიდეს და გაგვაცინოს. შიდა სამზარეულოს პრინციპებს ცოტათი გადაუხვიეთ, მაგრამ მხიარულად.
ეხლა მივიდეთ, მივადგეთ, მიჯრით პირველ კითხვას. თქვენ გასინჯეთ 3 ბაბილონის კერძი, მომზადებული, ერთი მათგანი ჩემი და 2 შეფის. ჯერ გავაკეთოთ რეიტინგი ამ კერძების. პირველი გავსინჯე შაურმა. ეს კლასიკური შაურმა ხახვის გარეშე. და ვინც ხახვი ჭამს შაურმას, გეტყვით რომ ანუ უხახვოც შაურმა არის და არაფერს არ კარგავთ. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ხავს გავაქროთ პლანეტიდან და მე მჭირდება ასეთი ერთგული მებრძოლები ჩემს გვერდით. ჩვენ დავასრულებთ ხავს. გამომდინარე იქიდან რომ მე ბურგერისტი ვარ. ამ შაურმას გავიყვანდი მეორე ადგილზე. პირველი ეკუთვნოდა, მაგრამ მხოლოდ გამომდინარე იქიდან რომ მე უფრო ბურგერის კაცი ვარ, ანუ ბურგერის კაცი ვარ, ანუ სუბიექტური ხარ ბურგერის პროფილის ფოტოთაც მეყენე ერთი პერიოდი, ისე მიყვარს Facebook-ზე ბურგერი და ბევრი ლაიქი ქონდა, ბევრი ყოფილვართ. შესაბამისად მოდი აი ბურგერს შევოსავ და გადავკიდევდი ოქროს მედალს. ოღონდ ეს იმას, ეს ხო იცი როგორ გახსოვს, ფეხბურთს რო დაუბრუნდით, ოქროს ბურთს რო გადაცემდა, ამას არ ეკუთვნოდა იმისთვის, ანუ ეგ მეყოლება ჰეითერები რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ბურგერს ვიტყვი მე. გაბანთორნიკე. როგორც შენი ჩემმა რეიტინგი. კოლეგამ აღნიშნა, ეს არის ჩვენი მოსაზრება პირადი და ამის გამო დაგვაჰეითებს ნურც ძროხის მიმდევრები და ნურც ხათრის მიმდევრები. მე პირველზე გავიყვანდი კლასიკურ შაურმას. მეორეზე გავიყვანდი ნაგეტსის შაურმას. მესამეზე ბურგერს გავიყვანდი. კარგი. თუმცა გეტყვი რომ თავარი მონაწილეობაა და თან მესამეზეც გახვედი და გული არ დაიწყო. კარგი, ანუ მომწონს ეს ეკლექტიკა. შემდეგი კითხვა ამ სამიდან რომელში ვივარგეთ და რომელი შევეცადე რომ მომეწონებინა თქვენთვის. ერთი გააკეთე შენ? ერთი აბსოლუტურად მე, ყველაფრიანად თავიდან ბოლომდე, 2 დანარჩენი აქაურობის შექმნა. აი მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამ საკითხთან და როგორც კი ჩავკვიჩე, მაშინვე მივხვდი რა შეიძლება და იყო, იმიტომ რომ პარონას მაგიტო ვეუბნებოდი, რომ მესაუბრე მეთქი რომ მე განსხვავება დამეჭირა. ამ ნაგეტსებშიც და ბურგერში. ბურგერში პარონა თქვა, რომ შემწვარ ხორცთან დაკავშირებითო, ვისურვებდიო და რაც ისურვა, ჩემი არ იყო ეგეთი. და მანდ ვიფიქრე, რომ თუ ეს ერთი კაცის გაკეთებული ვერ იქნებოდა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ აი ეს ბურგერი იყო ჩემი ნახელავი. დიახ. რომელსაც ოქროს მედალი მიანიჭა. თქმა უნდა, მაგიტო გავიყვანე, თან რო ჩავკვიჩე იუმო, ყველაფერი რა ხუმრობა რა. გურობა მეტყობა სახეზე. რა შეიძლებოდა, იცი, მალთ კიდე ერთი ისა, იმის ფოთოლი ძალიან იყო გამოწეული მანდ. ძალიან იყო და იძახდა რომ ეს არის გამოწეული და ვფიქრობ რომ პარონას იმაში ხარ გაურია ეგ იუმორი. სალათის ფურცლის იუმორის ხოთაშორის შეიძლება იყოს რაღაც. ვეგანური იუმორია. არგუმენტირებული როდესაც არის ყველაფერი მომწონს და აბა ეხლა შენი ვერსია გითხარი და ასევე არგუმენტირებული შეძლებს დაგვაქვს. ჩვენი აზრები დაემთხვა, ალექსას ვეძგონია რომ ბურგერი, იმიტომ რომ ფურცელი მართლაც ცოტა ისეთი არის, ტყუპი ფურცელია. როგორც ჩანს, შუიდან გამოიყენე და ხორციც უფრო წესით უფრო რბილი უნდა იყოს. ამიტომ გონია რომ ბურგერთან ვეჭიდავე. მაგრამ ბრინჯაოც პირველ ჭიდაობაზე ხო? აქეთ ოქრო, იქით ბრინჯაო. სანამ თქვენ მოხვიდოთ სტუმრები და მე და შეფი შევთანხმდით, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ვითავე ბურგერის გაკეთება. და ისე მომეწონა, როდესაც მოვსინჯეთ და სატესტო ვერსია გავაკეთეთ, რომ ვერაფერს ვერ დავუმატებ მეთქი ამას. ისე მომეწონა მეთქი, რომ იდეალური პროდუქტია, რეცეპტორებმაც იდეალურად მიიღეს, ყველაფერი რაც საჭიროა. соуси იყო ფანტასტიკური და ვერაფერს ვერ დავამატებ მეთქი. აქედან გამომდინარე, მე ჩემი საავტორო ბურგერი არ მომიზადებია დღეს, მე მოვამზადე ჩვეულებრივად. აქ ვინც მოვა და მიირთმევს, ვისაც გაგიმართლებთ ისეთი ბურგერი და ისეთი ბურგერი მოგეწონა შენ და გაიყვანა პირველ ადგილზე. ისეთი ბურგერი გადმოკიდებული სალათის ბურთლის გამო არ მოგეწონა შენ და გაიყვანა მესამეზე. ერთი სიტყვით, ეხლა ბჭობაც არ არის საჭირო, რომ ორივე სტუმარმა გამოიცნო, რომელი კერძი გავაკეთე მე, მაგრამ ჩემი ვერსია ამბურგერის ამ მენიუში არ მოხდება, იმიტომ რომ არაფერი არ შემიცვლია. მე მადლობას გიხდით თქვენ მობრძანებისათვის, მე გულშემატკივრობთ, ეხლა ჩემი მაყურებელი თუ ვინმე არ იცნოთ ბიჭების მიერ სხვადასხვა პლატფორმაზე შექმნილ პროდუქტებს, მე მინდა რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ. ძალიან კარგ კონტენტს აკეთებთ, გამომწერილიც მყავხართ, ახალ ვიდეოებს რასაზრდებთ. გამომდინარე იქიდან რომ იუმორი მოქმედებაშია, ძალიან გულშემატკივრობთ და თქვენვე ეგ მოდაშია თურმე არ ვიცი იუთუბერებში რომ თქვენვე უნდა წარადგინოთ თურმე და თქვენვე უნდა თქვათ რომ თურმე ამას ეფექტი უფრო მეტი აქვს.
მაგის სპეციალისტი. ანუ ეხლა ალექსა გეტყვით რა უნდა გამოიწეროთ, მე თორნიკეც რაღაცას დაამატებს. ეს არის გამოიწერეთ აუცილებლად ფუტბალის გვერდი Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზეც არ მოგერიდოთ და გამოიწერეთ ველდანი YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე. ვაკეთებთ Facebook-ზე, ანუ ფუტბალი არის საფეხბურთო გვერდი, საინფორმაციო შემეცნებითიც, იუმორისტული და იქეთ მაიმუნობთ, რასაც მაიმუნოდით ველდანზე, მოკლედ ძალიან მალე ახალ პროექტ ჩავუშვებთ და იხორხოცებთ ბევრს. დანარჩენს თორნიკე გეტყვით. რას დაამატებდი? პირველ რიგში მადლობა მასპინძლობისთვის და დაყურებისთვის. ერთი დღის საჭმლის ფული დამეზოგა და ამ დანაზოგით მე ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთე. ან მადლობა მასპინძლობისთვის და დავეთანხმები YouTube-ზე ველდანი და შესაბამისად Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზეც და ძირითადად Facebook-ზე ფუტბარი და შესაბამისად Instagram-ზეც, TikTok-ზეც და ასე შემდეგ. გამოიწერეთ და ყოველ მე მილიონე გამომწერს საჩუქრად გადავცემთ ბინას მილიონს. ერთ-ერთ უცნობ კუნძულს. ის ჩამონთვლილი ყველა პლატფორმა აქ ვიდეოს აღწერილობის ქვეშ დაგხვდებათ ლინკების სახით პირდაპირ დააჭერთ და წახვალთ. ნუ რა თქმა უნდა ჩემი არხი მადლობას უხდი იმ 15,000 გამომწერს რომლებიც ეხა დამეგროვდნენ სადღაც აი 15-ისკენ ახლოსა ვართ 40 კაცი დარჩა და მე მგონია ეს ვიდეო რო დემონსტრირდება ეხა YouTube-ზე უკვე 15-ს გადავაბიჯე. ყველას მადლობას გიხდით, ახლებს ვინც დამემატებით წინასწარ გიხდით მადლობას. მორი კარგ გემრიელ ლამაზ ობიექტს შემოგთავაზეთ შემდეგ ვიდეოც. ეხლა კი მადლობა ბაბილონს და გელოდებით ყველას ბაბილონში სხაპას ხუპით. წამ და უწუ. დროებით.